Ხემშვიდობის ამიგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. თქვენთან მოვედი ჩემო ძვირფასებო. თუმცა გუშინ მინდოდა ჩამეწერა, საჯარო გაშლა, ჩამეშალა მეგობრებო, აი რაღაც ვერ მოვახერხე, დავიწყე და ვერ მოვახერხე, ამიტომ დღეს მოვედი თქვენთან. მომიტევეთ ამ დაგვიანებისთვის. მოდით ახლა ჩავწეროთ ესეთი საჯარო გაშლა. ჩაიფიქრეთ პარტნიორი და გავარკვიოთ ახლა. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი თუ მოგილოცავთ 8 მარტს. ხვალინდელ დღეს. დაასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და მე დავიწყებ ახლა მისი ენერგიებით თუ რა ხდება მასთან. ძალიან გაურკვევლობაშია. გაურკვევლობაშია რაღაც პრობლემებთან, პრობლემები აქვს გამგზავრებასთან დაკავშირებით და რაღაც ვერ აქვს საქმე თლად კარგად. თითქოს და შანსის გამოყენება უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს. აი რაღაც ეშინია რომ ჭკუაში მოტყუებული არ დარჩეს. მოკლედ ჩამოკიდულ პოზიციაშია თქვენი პარტნიორი დაპაუზებულია და ბალანსის შენარჩუნებასაც ცდილობს. ბატონო, თქვენი პარტნიორი მანიპულატორი ადამიანი ოქროსხელება და ადამიანი, რომელიც ყოველთვის თავისი ხრიკებით რაღაცებს ბოდიალებს. მომიტევეთ, ჩემო ძვირფასებო. და აი ამ ბოდიალის გამო ნერვიულობის ფონი აქვს ძალიან დიდი. ხმლების პოზიციაშია ეხლა ყველაფერს იგერიებს ხმლებით. შეიძლება იყოს ასაკით პატარაც, ან ასაკობრივად კი არა და უბრალოდ ბავშვივით საქციელებით შემოიფარგლება. ამავე დროს აქვს რაღაც მიზნები, განსახორციელებელი და დაწყებული და თითქოს სადღაც გამგზავრებაზე ოცნებობს. ჩემო ძვირფასებო, ან მგზავრობს ყოველთვის ადამიანი, რომელსაც აქვს ეხლა პრობლემები ქალბატონთან. აბატონო, მამაკაც, რომელსაც აქვს ეხლა პრობლემები ქალბატონთან, ან და მამაკაცებო შეაბრუნეთ. ანუ ეს გაშლა ეხება ყველას, მიუხედავად იმისა, ვინ მიყურებთ, მოკლედ თქვენი პარტნიორი ეხლა ფიქრობს თუ როგორ მოაგვაროს პრობლემები თავის პარტნიორთან და იხედება მისკენ. ანუ თქვენი პარტნიორი იხედება თქვენსკენ, კი ბატონო, თქვენ ეხლა ზიხართ თქვენ ცხოვრებაში სტაბილურად და ეს ადამიანი ფიქრობს თუ როგორ მივიდეს საოცნებო ადამიანთან, რომელიც მას ელოდება. ჩემო ძვირფასებო, თქვენ შორის არის ძალიან დიდი მანძილი და მოკლედ ესეთი იყო, მოკლედ ახასიათება და ენერგიები თქვენი პარტნიორის. ეხლა დავიწყოთ. ეხლა დავიწყოთ ჩვენთვის სასურველი თემა. თუ კი ემთხვევა თქვენს პარტნიორის ენერგიებს, მეგობრებო, გავაგრძელოთ ყურება. მოგილოცავთ ხვალინდელ დღეს. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი 8 მარტს. ეს თემა ეხლა უფრო ქალბატონებს ეხებათ. თქვენი პარტნიორი, მეგობრებო, ეხლა რაღაცებს ერიდება, რაღაცებიდან უკვე ცოტა შორსაა გადგომილი, რო იტყვიან, თუმცა ძალიან ბევრი ოცნებები და მიზნები აქვს ამ ადამიანს. ეშინია რაღაც ცუდი ამბების გაგების, არის ახლა გაურკვეველ სიტუაციაში, თუმცა ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავის მიზნებს მიაღწიოს. კი ეხლა არის ძალიან სულჩაკეტილი, არავისთან არ კონტაქტობს, რო იტყვიან, ძალიან გულგატეხილია და ძალიან ნერვიულობს ამ პოზიციას ეხლა რაც აქვს და ნერვიულობს იმასაც, რომ რაღაც დაკარგა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაკარგა და რა დაკარგა და პარტნიორი, რომელთანაც ეხლა უნდა წავიდეს, უნდა გადადგას ნაბიჯები და პარტნიორთან, რომელთანაც ესე ხმლების პოზიციაში იყო თქვენი პარტნიორი, მეგობრებო, თქვენთან მიმართებაში. მოგილოცავთ 8 მარტს. თუ მოგილოცავთ 8 მარტს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. კი, მეგობრებო, გამოიჩენს ინიციატივას. თუმცა ყოყმანობს, იცით როგორ აფიქრობს, მოგილოცოთ თუ არა, რაღაც ესეთი მსგავსი. ძალიან ეშინია ამ ყველაფრის, იმიტომ ეშინია, რომ თქვენ არ დაუბრუნოთ ის ყველაფერი, რაც იყო თქვენ შორის მისგან. ემალება ესეთ რაღაცეებს, თუმცა ძალიან ბევრს ბრძოლობს საკუთარ თავთანაც. ამ ადამიანს ძალიან ბევრი მიზნები აქვს თქვენთან დაკავშირებით, ზოგადად თავისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, თქვენი დახმარებით, რა თქმა უნდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად ბევრ თქვენთაგანთან გამოვა კონტაქტზე. რაღაცნაირად მაინც გამოვა კონტაქტზე, რადგან ეს არის თავისი ძალიან დიდი სურვილი. თუმცა ძალიან ბევრი სირთულეებით. რა ვქნათ, რაც დათესა, იმას იმკის. კი ბატონო, ეს ყველაფერი იყო თავისი ზარმაცობით, თავისი რაღაც გადაუდგმელი ნაბიჯებით.
კი, ჩემო მეგობრებო, ბევრ თქვენ თაგანთან მოვა დახმარებებით, მოვა მოლოცვებით, მოვა შემოთავაზებებით, მოვა საჩუქრებით, 8 მარტზე. ბატონო, მოვა მეგობრებო, მოვა, ახლოს მინდა მოგიტანოთ ჩემი ლამაზი და უძვირფასესი კარტები. თუმცა მოვა რაღაც გაურკვევლობით, მოვა ძალიან ნერვიული ფონით, ეშინია ამ ადამიანს, რომ თქვენ რაღაც ხელი არ გკრათ. მოვა ჩემო მეგობრებო, ბევრ თქვენთაგანთან ეს იქნება უფრო შეტყობინებით. შეიძლება ყველასთან არა, მაგრამ ბევრ თქვენთაგანთან შეტყობინებით, რადგან თქვენ შორის მანძილია. თუ არის შესაძლებელი და ეს ადამიანი თქვენს ტერიტორიაზე სიახლოვეს იმყოფება, მოვა ფიზიკურად და მოგილოცავთ და კიდევაც რაღაც საჩუქრებსაც შემოგთავაზებთ, თუ არა და მაშინ თუ კი თქვენ შორის მანძილია და აქ ქვეყნებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში თქვენი პარტნიორი უფრო შეტყობინების სახით გამოვა კონტაქტზე მეგობრებო. კარგი, რას მოგწერთ? მოდი ვკითხოთ ახლა. რას გეტყვით? რას გეტყვით მეგობრებო და გეტყვით იმას, რომ მქონდა მატერიალური პრობლემები და ახლა არის ამის გამო ძალიან ნერვიულობს, თუმცა ფინანსებზეა გადართული. გადაერთო ფინანსებზე. ძალიან ინერვიულა, გეტყვით ამას, ძალიან ნერვიულობდიო და ყოველთვის ვიხედებოდი შენსკენო. კიდევ რას გეტყვით? რას გეტყვით მეგობრებო და გეტყვით იმას, რომ შენ ხარ ძალიან გაწონასწორებული ადამიანი და მე ყოველთვის ვკამათობდი შენთანო. ძალიან ხასიათი შეუთავსებლობა გქონდა მას თქვენთან. თქვენ ხართ მისთვის ძალიან იმედის მომცემი და ძალიან ისეთი სათაყვანებელი ადამიანი, ამას გეტყვით. თქვენ ხართ მისი ბედნიერება, თქვენ ხართ მისი მნიშვნელოვანი ადამიანი და ადამიანი, რომელთანაც ძალიან ბევრი გეგმები აქვს. ეხლა ბევრმა არ დამიწეროთ, რომ ეს არც ერთი არაა სწორი და ამ ყველაფერს არ დაიჯერებთ, თუმცა ის ასე ფიქრობს, რომ თქვენ ხართ მისთვის ძალიან სასურველი, ის ამას თუ არ გეუბნებათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ეს ყველაფერი არ ანაღვლებს, ამიტომ მეგობრებო, ყველაფერი მიიღეთ ისე როგორც არის. ბატონო, ნახეთ რას ამბობს. თქვენ ხართ მისთვის ძალიან საოცნებო, თქვენი ძალიან დიდი რწმენა აქვს, თქვენი ძალიან დიდი სიყვარული აქვს. ეს ადამიანი იბრძოლებს თქვენი ურთიერთობისთვის, ამბობს იმას, რომ თქვენ ძალიან უყვარხართ და ამ ადამიანს თქვენთან უნდა ურთიერთობის გაგრძელება, ურთიერთობაში დაბრუნება, ქორწინება, ნიშნობა, ან ისევ გაერთიანება, ჩემო ძვირფასებო და ოჯახი. და უნდა რომ ბალანსი დაიცვას თქვენთან დაკავშირებით და უნდა რომ თქვენთან იყოს სტაბილური, თქვენ ამ ადამიანს ძალიან უყვარხართ და ამბობს იმას, რომ ეს ადამიანი ყველანაირ პრობლემას მოაგვარებს ურთიერთობაში და ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება. ეხლა მოდი ვკითხოთ, თქვენ რა რჩევას მოგცემთ სამყარო? თქვენ რა რჩევას მოგცემთ სამყარო? თქვენ რა ამ დროს? იყავით მშვიდები, იყავით გაწონასწორებულები, იყავით მომხიბვლელები, მეგობრებო. ეს ყველაფერი თუ კი თქვენთვის გაუგებარია, ეხლა რასაც მე ვამბობ, მიიღეთ ასე როგორც არის და არაფერზე არ იღელვოთ. არ იღელვოთ, გადაერთეთ საკუთარ თავზე. კიდევ როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ? თქვენ რა? არ იკონფლიქტოთ. და იყავით თქვენი ცხოვრების, საკუთარი ცხოვრების მაგები. იყავით მაგები, კარგი მხრივ. კარგი, თქვენი ცხოვრება აიღეთ ხელში და ნუ ინერვიულებთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ და ეს თქვენი ადამიანი თქვენთან იქნება, ჩემო ძვირფასებო. ამიტომ ეს ურთიერთობა არის პაუზაზე, ამის არ შეგეშინდეთ, ასე რომ თქვენ ამის ძალიან დიდი ძალა გაქვთ და ნახეთ როგორი კარტები ამოდის. ეს ადამიანი ძალიან დიდ დანაკარგებშია უთქვენოთ, ამიტომ არ ინერვიულოთ თქვენთან მოვა, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი ძალა, თქვენ ხართ მისი ცხოვრების გაგრძელება, თქვენ ხართ მისი ოჯახი, ამ ადამიანს უნდა თქვენთან ოჯახი, ეს ადამიანი ყველაფერზე იზრუნებს, თუმცა თქვენთვის ეს გაურკვეველია, მაგრამ ამაზე არ ინერვიულოთ. ანუ უყურეთ რა ხდება, რაც თქვენთვის გაურკვეველია, ზუსტად მან დბართ რო იტყვიან, ზუსტად ეს არის ის სწორი გზა, სადაც მივდივართ. ჩემთვისაც ძალიან ბევრი რამეა გაურკვეველი, მაგრამ ზუსტად ის გზა არის სწორი, რაც არის გაურკვეველი, ჩემო ძვირფასებო და რაც არ ვიცით. ასე რომ არაფერზე არ ინერვიულოთ, ეს არის გადავჩეხე კარტი და ეს არის ძველი სიტუაციის დასასრული და ახალის დასაწყისი, ასე რომ ელოდეთ სიახლეებს, არაფერზე არ იღელვოთ, დასასრული უნდა დასრულებულიყო და რაღაც ახალი უნდა დაწყებულიყო, ასე რომ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ, ყველას ოცნებების და სურვილების აღთენას გისურვებთ და მე კიდევ გელოდებით კომენტარებში. ბედნიერი დღე ყველას.